ჩემო ძვირფასებო, მინდა პირველ რიგში მოგესალმოთ და მადლობით დავიწყო იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად შემოკარგებო. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა, როგორ გხედავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ხო? არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელი სქესი უყურებს ამ გაშლას. როგორ გხედავენ და როგორ აღგიქვამენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ნახოთ, ხო? ნახოთ, როგორ ემოციებს იწვევთ მასში. მოусმინეთ თქვენს სიგნიფიკაციას და მიხვდებით, რამდენად თქვენია ეს გაშლა. მაშინ ნახოთ, როგორ ენერგიებში ხართ. პირველი არგანი. თქვენ როგორ ენერგიებში ხართ ამჟამად, რა ხდება თქვენს თავს, თქვენს ცხოვრებაში, როგორი ენერგიებია თქვენს გარშემო. ნახოთ, როგორი ენერგიებია ამჟამად თქვენს გარშემო, ვინც ამ გაშლას უყურებს და რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. ახლა რომ მიხვდეთ ეს გაშლა ნამდვილად თქვენია თუ არა და მოდი ვნახოთ, როგორ აღგიქვამენ, როგორ გხედავენ თქვენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, როგორი ხართ მის თვალში. ნახოთ, როგორი ხართ თქვენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის, შემოკარგებო. მაშინ ნახოთ, ვინ ხართ, როგორ ენერგიებში ხართ, რა ხდება თქვენს ენერგოველში ამჟამად, შემოკარგებო. ნახოთ, და ამდენი მაღალი არკანი არ ვიცი. შემოკარგებო, თქვენ ვინც ამჟამად უყურებთ, შესაძლებელია ითქვას, რომ ხართ პიროვნება, რომელიც სხვათა შორის არ აქვს მნიშვნელობა ქალი მიყურებს თუ კაცი მიყურებს, პიროვნება, რომელიც ტრადიციებს, ოჯახურ რაღაც ღირებულებებს პირველ პლანზე აყენებს, სხვათა შორის შეიძლება ვთქვა, რომ საკმაოდ სამართლიანი გაწონასწორებული პიროვნება. შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში არის პარტნიორი, რომელთანაც ამ მომენტისთვის შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ან შესაძლებელია თქვენი აი ამ ხასიათის გამო პერიოდულად თქვენს ურთიერთობაში პარტნიორთან, ხო? არის რაღაც გაუგებრობები, ანუ უსიამოვნებები იმის გამო, რომ სწორედ ხართ აი ასეთი მომთხოვნი, სამართლიანი, შეიძლება ითქვას, ცოტა ინამწარეც, მაგრამ სამართლიანი, შემოკარგებო. და შეიძლება აი ეს თქვენი ხასიათის გამო პერიოდულად რაღაც ურთიერთობა გეძაბებათ პარტნიორთან, გარშემო მყოფებთან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი გაწონასწორებული პიროვნება ხართ და შეიძლება ითქვას, რომ ხშირად თქვენ გაკითხავენ კიდეც რაღაც ან რჩევებს, ან კარგი რჩევა შეგიძლიათ მისცეთ სხვას, ან ერთი სიტყვით ისეთ პიროვნება ხართ, ვისგანაც მიიღებენ კარგ რჩევას, კარგ დარიგებას და საკმაოდ ესეთი დიდ თქვენს აზრს პატივს სცემენ, ასე ვთქვათ, ესეთი პიროვნება მიყურებს ამჟამად. კიდევ როგორი პიროვნება ხართ, იცით, კიდევ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ამ მომენტში პარტნიორთან იყოს დაშორებულიც, ასე ვთქვათ, არ არის გამორიცხული. ნუ დაგვავიწყდება, რომ საჯარო გაშლად შემოკარგებო და ანუ ძალიან ბევრი უყურებს ამ საჯარო გაშლებს და ყველასთვის ინდივიდუალური იქნება, ამიტომ მე ვაჟღერებ ვარიანტებს. ხო, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამ მომენტისთვის დაშორებულიც იყოთ თქვენს პარტნიორთან, გქონდეთ რაღაც დავები, ანუ ოჯახური დავები, ქონებრივი დავები და არ არის ისიც გამორიცხული, რომ ამ მომენტში ზოგიერთს უკვე დასრულებულიც გაქვთ ურთიერთობა, შემოკარგებო, დასრულებულიც გაქვთ ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან. ანუ გავაჟღერე რამდენიმე ვარიანტი, რაც თქვენია, ის აიღეთ, თუ გეცნოთ, გააგრძელებთ ყურება, ნახოთ ახლა როგორ პიროვნებად გხედავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, შემოკარგებო. ნუ თავიდან ვთქვი თქვენ სიგნიფიკაციაში და ახლა გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ პიროვნება, ბრძენი პიროვნება, ასე ვთქვათ, რომელიც საკუთარ თავში იყურება, ასე ვთქვათ, ანუ საკუთარ რაღაც შეცდომებს აანალიზებს, ეძებს რაღაც, ანუ ბრძენი პიროვნება ხართ, გიყვართ, შეიძლება ითქვას მარტოობაც, შესაძლებელია ამ მომენტშიც იმყოფებით მარტო და სწორედ აი ამას ხედავენ თქვენი საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ცოტა მარტოსული პიროვნება ხართ, რომელიც დიდად ურთიერთობები, ანუ გახსნილი არ ხართ გარშემო მყოფებისთვის და მით უმეტეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის, ასევე თქვენში ძალიან დიდ პოტენციალს და რესურსს ხედავენ, შესაძლებელია იმასაც, რომ ამ მომენტში რაღაც გიჭირთ, არ არის გამორიცხული, რომ შესაძლებელია გქონდეთ რაღაც ფინანსური პრობლემა, ან თუ ასე არ არის, შემოკარგებო, ნუ ერთ-ერთი ვარიანტი ეს შეიძლება იყოს, რომ ფინანსური პრობლემა გქონდეთ, შესაძლებელია და ეს ყველაფერი კარგად იკითხება თქვენი საპირისპირო სქესისთვის და ასევე არ არის გამორიცხული, რომ თქვენი როდესაც გიყურებ საპირისპირო სქესის
საპირისპიროს წარმომადგენლები თქვენში რაღაც ხედავენ იმ მომენტს, რომ თითქოს გიჭირთ რაღაც ახალი ურთიერთობის მიღება, ახლის დაწყება, რაღაცნაირად იმის გამო, რომ რაღაც წარსული ტკივილებიდან თითქოს ვერ გამოდიხართ, აი ეს მომენტი არის და გიჭირთ რაღაცნაირად არჩევანის გაკეთება, ჩემოგარგებო. ისე როგორი პიროვნება ხართ, რა ემოციას იწვევთ საპირისპირო სქესში, ვნახოთ, რა ემოციას იწვევთ საპირისპირო სქესში, ვნახოთ. ანუ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მიმზიდველი და საყვარელი პიროვნება ხართ, ლამაზი პიროვნება, ცოტა მიუწვდომელი, ჩემოგარგებო, ცოტა ცივი პიროვნება, რომელიც თავიდან თქვი, რომ განდეგილი სარკანიდან ვარსკვლავიც მიდასტურებს იმას, რომ გარდა იმისა, რომ ლამაზი ხართ, მიმზიდველი ხართ ერთი სიტყვით და საპირისპირო სქესისთვის ცოტა მიუწვდომელი ხართ და პიროვნება ისეთი, რომელიცაც ადვილად ვერ დაამყარებ ვისთანაც ურთიერთობას, ხო? ანუ ცოტა რთულად მოსაპოვებელი, ასე ვთქვათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დადებით ემოციებს აღწევთ და საკმაოდ სასურველი ხართ საპირისპირო სქესისთვის. ხო, და არ არის გამორიცხული ასევე, რომ საპირისპირო სქესი საკმაოდ ინტერესდება თქვენი პიროვნებით, არ არის გამორიცხული ისიც, რომ ადევნებდეს თვალს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები თქვენ სოციალურ გვერდს, გათვალიერებდნენ შორიდან მაინც და ასე ვთქვათ, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებენ თავიანთი ემოციის გამოხატვისგან, შესაძლებელია რადგან ან თქვენ არ უშვებთ ახლოს, გიჭირთ დისტანცია და სწორედ აი ეს ფაქტორია, რომ აი ეს დისტანციის გამო უჭირთ იმდენად რამდენადაც მიუწვდომელი ხართ მათთვის, ეს ფაქტორი რაღაცნაირად აფერხებთ იმ მოსვლამდე, რომ მოვიდნენ და რაღაც კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, გააბან თქვენთან რა, დაამყარონ, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და კომუნიკაცია, ცოტა ჭირს თქვენთან. საინტერესო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მიმზიდველი ხართ საპირისპირო სქესისთვის და ძალიან ბევრიც გითვალთვალებენ და თვალყურს გადევნებენ ჩუმად შორიდან, შეიძლება რომელიმე კუთხიდან ჩუმად მოფარებულები, შეიძლება ვერც კი ამჩნევდეთ თქვენ ამას, ჩემგარგებო. აი ასეთი იყო ეს მოკლე გაშლა, თუ საინტერესო იყო, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ, ძალიან მაინტერესებს, ვისთან როგორ რეზონირდება. მადლობა და ნახვამდის.